ეკლესიაში ყოფნით უკვდავებისაკენ მივდივართ. ეკლესია ეს არის ახალი ცხოვრება ქრისტეში. ეკლესიაში არ არსებობს სიკვდილი, არ არსებობს სატანჯველი. იოანეს სახარებაში წერია: უკვე თუ ვინმე სიტყვა იჩემი დაიმარხოს, სიკვდილი არა იხილოს უკუნისამდე. ქრისტემ სიკვდილი განაქარვა. ვინც შედის ეკლესიის წიაღში, ცხონდება, ხდება მარადიული. ერთია ცხოვრება, რომელიც არის მუდმივი, დაუსრულებელი გაგრძელება, არ აქვს დასასრული და არც სიკვდილი არსებობს. ვინც ქრისტეს მცნებებს იცავს, არასდროს არ კვდება. კვდება ხორცისა და ვნებების მიმართ და მიწიერ ცხოვრებაშივე ხდება ღირსი, იცხოვროს სამოთხეში. ანუ ჩვენს ეკლესიაში და შემდეგ მარადიულობაში. ქრისტესთან ერთად სიკვდილი ხდება ხიდი, რომელსაც წამში გადავალთ, რათა გავაგრძელოთ ცხოვრება დაუღამებელ ნათელში. მეც მას შემდეგ, რაც მონაზონი გავხდი, ვირწმუნე, რომ სიკვდილი არ არსებობს. ამას ვგრძნობდი და ვგრძნობ მუდამ, რომ ვარ მარადიული და უკვდავი, რა მშვენიერია. ეკლესიაში, სადაც არის მაცხოვნებელი საიდუმლოებები, არ არსებობს უიმედობა. შეიძლება ვიყოთ დიდი ცოდვილები, მაგრამ ვამბობთ რა ახსარებას, მღვდელი გვიკითხავს ლოცვას, მოგვეტევება ცოდვები და მივდივართ უკვდავებისაკენ, ყოველგვარი შფოთისა და შიშის გარეშე. როდესაც ქრისტეს ვიყვარებთ, ცხოვრობთ ქრისტეს ცხოვრებით. თუ კი ღვთის მადლით ამას მივაღწევთ, მაშინ სხვა სულიერ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. საშუალ გარემოში ვიცხოვრებთ. ჩვენთვის არ არსებობს არანაირი შიში, არც სიკვდილი, არც ეშმაკი, არც სატანჯველი. ეს ყველაფერი არსებობს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შორს არიან ქრისტესგან, არა ქრისტიანებისთვის. ჩვენთვის ქრისტიანებისთვის, ვინც ღვთისნებას აღვასრულებთ, ყოველივე ეს არ არსებულია, როგორც ამას თავად უფალი ამბობს. არსებითად, რა თქმა უნდა, დროებით არსებობს, მაგრამ როდესაც ადამიანი მოაკვდინებს ძველ კაცს ნებითურთ და გულის თქმით, არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს ეშმაკს და არც ბოროტებას. მას ეს არ აღელვებს. ის, რაც მას აღელვებს, არის სიყვარული, სახურება ქრისტესი და მოყვასისა. თუ იმ საზომს მივაღწევთ, რომ ყოველგვარი შიშის გარეშე შევიგრძნოთ სიხარული, სიყვარული, ერთგულება ღვთისა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ: ხოლო ცხოველ არ ღარა მე ვარ, არამედ ცხოველას ჩემთანა ქრისტე. ჩვენ არავინ გვაბრკოლებს, რათა შევიდეთ ამ საიდუმლოში. ეკლესია მიწიერი სამოთხეა. ღვთისადმი მსახურებით სამოთხეში ცხოვრობ. თუ ქრისტეს შეიცნობ და შეიყვარებ, სამოთხეში იცხოვრებ. ქრისტე ეს სამოთხეა. სამოთხე აქედანვე იწყება. ეკლესია არის მიწიერი სამოთხე, მსგავსი ზეციურისა. სამოთხე, რომელიც ზეცაშია, იგივეა აქ დედამიწაზეც. იქ სამოთხეში ყველა სული ერთია, ისე როგორც წმინდა სამება, არის სამი პირი, მაგრამ არიან რა შეერთებულნი, წარმოადგენენ ერთს. ჩვენი მთავარი საზრუნავია თავი მივეძღვნათ ქრისტეს, შეუერთდეთ ეკლესიას. თუ ქრისტეს სიყვარულში შევალთ, შევდივართ ეკლესიაში. თუ არ შევალთ ეკლესიაში, თუ არ გავხდებით ერთნი აქაურ მიწიერ ეკლესიასთან, არსებობს საშიშროება დავკარგოთ ზეციურიც. როდესაც ვამბობთ ზეციურ ეკლესიას, არ გვეგონოს, რომ იმ ცხოვრებაში ვიხილავთ ყვავილებიან ბაღებს, მთებს, მდინარეებს და ჩიტებს. იქ მიწიერი მშვენიერებანი როდია, არამედ რაღაც განსხვავებული, რაღაც ძალიან ამაღლებული. მაგრამ იმისათვის, რომ რაღაც განსხვავებულში წავიდეთ, საჭიროა მიწიერი გამოსახულებები და მშვენიერებანი გავიაროთ. ვინც ცხოვრობს ქრისტეთი, ერთიანდება მასთან, მის ეკლესიასთან, განიცდის შეშლილობას. ასეთი ცხოვრება განსხვავებულია სხვა ადამიანების ცხოვრებისაგან. ეს არის სიხარული, ნათელი, მხიარულება, აღმაფრენა. ეს არის ეკლესიის სახარებისეული ცხოვრება. ეს არის სასუფეველი ღვთისა. სასუფეველი ღვთისაი შორის თქვენსა არს. ქრისტე შემოდის ჩვენში და ჩვენ მასში. ეს ისევე ხდება, როგორც რკინის შემთხვევაში, რომელიც თუ ცეცხლში მოათავსებენ, მთლიანად ცეცხლი და ნათელი ხდება. ხოლო როცა ცეცხლი ქრება, ისევ ბნელ რკინად და სიბნელედ იქცევა. ეკლესიაში ხდება ღვთაებრივი შეერთება. ხდებით ღვთიურნი.
როდესაც ქრისტესთან ვართ ნათელში იმყოფებით და როდესაც ვცხოვრობთ ნათელში, იქ არ არსებობს ბნელი. თუმცა ნათელი არ არის მუდმივი. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. იგივე ხდება რაც რკინის შემთხვევაში. როდესაც რკინა არ არის ცეცხლში, არის ბნელი. ბნელი და ნათელი ერთმანეთთან შეუთავსებელია. შეუძლებელია გქონდეს ნათელიც და ბნელიც ერთდროულად. ან ნათელი, ან ბნელი. როდესაც ნათელი შემოდის, ბნელი ქრება. დაეძლიერ გვიყვარდეს ეკლესია. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ერთობა, საჭიროა დავემორჩილოთ ეკლესიას, მის ეპისკოპოსებს. ვემორჩილებით რა ეკლესიას, ვემორჩილებით თვით ქრისტეს. ქრისტეს სურს, რომ გავხდეთ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. მტკიოდეს ეკლესიისთვის, ძლიერ გვიყვარდეს ის. ნუ დაუშვებთ, რომ განეკითხონ ეკლესიის წარმომადგენლები. სულისკვეთება, რომელიც წმინდა მთაზე შევისწავლე, იყო მართლმადიდებლური, ღრმა, წმინდა, დუმარე, უთანხმოების ჩხუბისა და განკითხვის გარეშე. ნუ ვერწმუნებით იმათ, ვინც სასულიერო პირებს ადანაშაულებს. საკუთარი თვალითაც რომ ვიხილოთ რაიმე ცუდი საქციელი სასულიერო პირისაგან, ნუ ვირწმუნებთ ამას. ნურც ვიფიქრებთ ამაზე და ნურც გავავრცელებთ. იგივე ითქმის ეკლესიის საერო წევრებთან და ყოველ ადამიანთან მიმართებაში. ყველანი შევადგენთ ეკლესიას. დიდ შესდომას უშვებენ ისინი, რომლებიც ადანაშაულებენ ეკლესიას მისი წარმომადგენლების შესდომების გამო, თითქოს იმ მიზნით, რომ გამოასწორონ ეკლესია. მათ არ უყვართ ეკლესია და ცხადია, არც ქრისტე. ეკლესია მაშინ გვეყვარება, როდესაც ჩვენი ლოცვებით გულში ვიკრავთ მის ყოველ წევრს და ვაკეთებთ იმას, რასაც აკეთებს ქრისტე. თავს ვწირავთ, ვღვიძარებთ, ვაკეთებთ ყველაფერს, როგორც ის, რომელიც იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქმიდა. ყურადღება მივაქციოთ გარეგულ მხარესაც, ვიცხოვროთ ეკლესიის საიდუმლოებებით, განსაკუთრებით საღვთო ზიარებით. ამ საიდუმლოებებშია მართლმადიდებლობა. ქრისტეს საიდუმლოებების მეშვეობით, უმთავრესად კი საღვთო ზიარებით თავს უძღვნის ეკლესიას. გიამბობთ თუ როგორ მომიხილა ღმერთმა მემ დაბალი, რათა იხილოთ საიდუმლოებების მადლი. დიდი ხნის წინ ზურგზე ერთი მუწუკი ამომივიდა, რომელიც ძალიან მტკიოდა, ძალიან პატარა იყო, ლურსმნის თავივით. ტკივილი ზურგის მარცხენა მხარის დიდ ნაწილს მოედო და თან აუტანელი იყო. მილესში, ჩემს სენაკში ზეთის კურთხევის საიდუმლო შევასრულეთ. მუწუკზე ზეთი მაცხეს, ჯვარის სახით და ტკივილი მაშინვე დაცხრა. იმდენად დავტყვი ღვთის ამ მოხილვით, რომ ვინც კი ჩემთან მოდიოდა ვეუბნებოდი, აიღე ეს ზეთი. თუ რაიმე ტკივილი შეგაწუხებს, ეს ზეთი იცხე. მაპატიეთ ამას რომ გიყვებით, მაგრამ ამას ღვთის სადიდებლად ვაკეთებ. აღივსნეს ყოველნი სულითა წმინდითა. სულთმოფენობა საღვთო მადლი არა მარტო მოციქულებს მოეფინა, არამედ ყველას, ვინც მათ ირგვლივ იმყოფებოდა. გავლენა მოახდინა მორწმუნეებზეც და ურწმუნოებზეც. აი როგორ აღწერს ამას საქმე მოციქულთა. და აღსრულებას ამას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთარს და იყო მეხსეულად ზეცით ოხრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა იგი იყვნეს მსხდომარე და ეჩვენეს მათ განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი და დაადგრა თითეულად კაცად-კაცსა მათსა ზედა და აღივსნეს ყოველნი სულითა წმინდითა დაიწყეს სიტყვად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყვად, შეკრბა სიმრავლე ერისაი და შეშფოთნეს, რამო თუ ესმოდა თითეულსა, კაცად-კაცადსა მათსა, თვისი სიტყვაი მათი. როდესაც პეტრე მოციქული თავის ენაზე საუბრობდა, იმ დროს მისი საუბარი გარდაიქმნებოდა მსმენელთა გონებაში. სული წმინდამ საიდუმლო გზით პეტრე მოციქულის სიტყვები მათ თავიანთ ენაზე გააგებინა. საიდუმლოდ და უხილავად. ეს საკვირველებანი სული წმინდის ზემოქმედებით ხდება. მაგალითად სიტყვა სახლი, მათთვის ვინც ფრანგული იცოდა, გაჟღერდებოდა როგორც ლა მიჟა. ეს იყო დაფარულთა ცნობის ერთ-ერთი სახე. მათ თავიანთი საკუთარი ენა ესმოდათ. ხმა ყურით აღიქმებოდა, მაგრამ შინაგანად საღვთო განათლებით თითოეულს მათ საკუთარ ენაზე ესმოდა სიტყვები.
ეკლესიის მამები სულთმოფენობის ამ მოვლენას არ განმარტავენ ცხადად, რადგან ეშინიათ, რომ არ შერყვნან სწავლება. იგივე ხდება იოანეს გამოცხადების შემთხვევაშიც. უმეცრებს არ შეუძლიათ ჩაწვდნენ ღვთის საიდუმლო საზრს. შემდეგ ამბობს და იყო ყოველსაზე და სულსა შიში. ანუ შიშმა მოიცვა ყოველი ადამიანი. ეს შიში არ იყო ისეთი შიში, რომელსაც ჩვეულებრივ განვიცდით. ეს იყო რაღაც განსხვავებული, რაღაც უცხო, რაღაც გაუგებარი, რაღაც ისეთი, რისი ახსნაც შეუძლებელია. ეს იყო მოწიწება, აღსება, მადლი. ეს იყო საღვთო მადლით აღსება. სულთმოფენობას ადამიანები უეცრად აღმოჩნდნენ განხრთობის ისეთ მდგომარეობაში, რომ დაიბნენ. ამრიგად, როდესაც მათზე საღვთო მადლი გადმოვიდა, ყველანი ჭკუიდან შეშალა, ამ სიტყვის კარგი გაგებით, აღაფრთოვანა ისინი. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს იყო, როგორც მე ამას ზოგჯერ ვუსწოდებ, სულიერი მდგომარეობა. ეს იყო აღფრთოვანება, სულიერი შეშლილობის მდგომარეობა. აკურთხევდეს სახლმდაბრ პურსა, მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და გამარტებულითა გულითა, აქებდეს ღმერთსა და აქ უნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა, ხოლო უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი დღეთ ეკლესიასა. პურის კურთხევა იყო საღვთო ზიარება და განუწყვეტლი მრავლდებოდა ცხოვნებულთა რიცხვი, რადგან ხედავდნენ ყველა ქრისტიანს მხიარულითა და გამარტებულითა გულითა, აქებდეს ღმერთსა. მხიარულითა და გამარტებულითა, ეს იგივეა, რაც და იყო ყოველსა ზედა შიში. ეს არის აღფრთოვანება, შეშლილობა. როდესაც მე ამით ვცხოვრობ, განვიცდი ამას და ვტირი. გონებით მივდივარ ამ მოვლენასთან. მისით ვცხოვრობ, გრძნობ ამას. აღფრთოვანება მეუფლება და ვტირი. ეს არის საღვთო მადლი. ეს ქრისტესადმი სიყვარულიცაა. ის რითიც ცხოვრობდნენ მოციქულები ერთმანეთში და განიცდიდნენ მთელ ამ სიხარულს, შემდეგ განიცადა ყველამ, ვინც მოციქულებთან ერთად იყო, ქორს ამას ზედა. ანუ მათ ერთმანეთი უყვარდათ. სიხარულს განიცდიდნენ ერთმანეთში, ერთობა იყო მათ შორის. ეს შინაგანი სულიერი გამოცდილება ნათელს ასხივებს და ამას სხვებიც განიცდიან. ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთა ისა იყო გული და გონებაი ერთ და არცა ერთმან ვინ თქვის მონაგები მისი თვისად, არამედ იყო ყოველივე მათ და ზოგად. საქმე მოციქულთა მოგვითხრობს ზოგად ცხოვრებულთა ცხოვრების შესახებ. აქ არის ქრისტეს საიდუმლო, ეს არის ეკლესია. აქ არის საუკეთესო სიტყვები პირველი ეკლესიის შესახებ. ქრისტიანული სარწმუნოება გარდაქმნის ადამიანს და კურნავს მას. ჩვენი სარწმუნოება არის სარწმუნოებათა სარწმუნოება, გამოცხადებითი, ნამდვილი, ჭეშმარიტი სარწმუნოება. სხვა სარწმუნოებები ან რელიგიები კაცობრიويა, ცარიელია. მათ არ იციან სამპიროვანი ღმერთის სიდიადე. არ იციან, რომ ჩვენი მიზანი, დანიშნულება არის გავხდეთ ღმერთები მადლით, მივემსგავსოთ სამპიროვან ღმერთს, გავხდეთ ერთნი მასთან და ერთმანეთში. ეს ყოველივე არ იციან სხვა სარწმუნოების მიმდევრებმა. ჩვენი სარწმუნოების საბოლოო მიზანია, რაითა იყვნენ ერთ. ამაში მდგომარეობს ქრისტეს განგებულების სისრულე. ჩვენი სარწმუნოება არის სიყვარული, ტრფიალება, აღფრთოვანება, საღვთო წადიერება. ეს ყველაფერი ჩვენში დევს. მათი მოპოვება ჩვენი სულის მოთხოვნაა. თუმცა უმრავლესობისათვის სარწმუნოება არის ბრძოლა, ღელვარება და შფოთი. ამიტომ მრავალმორწმუნეთაგანს უბედურად მიიჩნევენ, ვინაიდან ხედავენ თუ რა სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან. და ეს ნამდვილად ასეა, რადგან თუ ადამიანი ვერ ჩასწვდა სარწმუნოების სიღრმეს და არ ცხოვრობს მისით, მაშინ სარწმუნოება მისთვის ხდება სენი და თანაც საშინელი. იმდენად საშინელი, რომ იგი კარგავს კონტროლს საკუთარ ქმედებებზე, ხდება უნებისყოფო და უძლური, ღელავს, შფოთავს და იმართება ბოროტის სულის მიერ. ასრულებს მეტანიებს, ტირის, ღაღადებს, თითქოს თავს იმდაბლებს, მაგრამ მთელი ეს მისი სიმდაბლე არის ეშმაკეული ენერგია. ამგვარი ადამიანისათვის სარწმუნოება ერთგვარი სატანჯველია. ასეთები მიდიან ეკლესიაში,
ასრულებენ მეტანიებს, ისახავენ პირჯვარს, ამბობენ ჩვენ ცოდვილები და უღირსები ვართო და გამოდიან რა ეკლესიიდან, როგორც კი ვინმე ცოტათი შეაწუხებს, ღვთისგმობას იწყებენ. ნათლად ჩანს, რომ აქ ეშმაკის ხელი ურევია. სინამდვილეში კი ქრისტიანული სარწმუნოება გარდაქმნის ადამიანს და კურნავს მას, მაგრამ უმთავრესი წინაპირობა იმისათვის, რომ ადამიანმა გაარჩიოს და აღიქვას ჭეშმარიტება, არის სიმდაბლე. ეგოიზმი აბნელებს ადამიანის გონებას, თავგზავს უბნევს მას, სდომილებასა და მწვალებლობაში აგდებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ჭეშმარიტებას ჩასწვდეს. ძველად, როდესაც ადამიანები პირველყოფილ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ არც სახლი, არც არაფერი. შედიოდნენ გამოქვაბულში, სადაც არ იყო სარკმელი და ქვებით და ტოტებით კეტავდნენ შესასვლელსაც, რომ ჰაერი არ შესულიყო. ისინი ვერ აღიქვამდნენ, რომ გარეთ სიცოცხლე, ჟანგბადი არსებობდა. გამოქვაბულში ადამიანი სნეულდება, იხსნება, იღუპება, გარეთ კი სიცოცხლეს იძენს. ძალგიც აღიქვა ჭეშმარიტება. მაშინ ხარ მზეზე, ნათელში. ხედავ მთელ სიდიადეს. სხვაგვარად ბნელ გამოქვაბულში ხარ. ნათელი და ბნელი, რომელია უკეთესი? იყო მშვიდი, თავმდაბალი, წყნარი, ქონდეს სიყვარული. თუ იყო ნერვიული, სევდიანი, ყველასთან ჩხუბობდე. რა თქმა უნდა, სიყვარული აღმატებულია. ხოლო ჩვენს სარწმუნოებაში იპოვი ყველა ამ სიკეთეს და მასია ჭეშმარიტება. თუმცა ბევრი სხვა გზით მიდის. ვინც ამ ჭეშმარიტებას უარყოფს, სულიერად დაავადებულია. იგი იმავად ყოფ ბავშვს გავს, რომელიც იმის გამო, რომ არ ჰყავდა მშობლები, ან დაშორდნენ ერთმანეთს, ან ჩხუბობდნენ, ხდება შეუგუებელი. მწვალებლობაშიც ყველა გზააბნეული ვარდება. გზააბნეული მშობლების გზააბნეული შვილები. თუმცა ამ გზააბნეულ და შეუგუებელ ბავშვებს აქვთ სიმტკიცე, შეუპოვრობა და ბევრ რამეს აღწევენ. ისინი იმორჩილებენ ნორმალურ და წყნარ ადამიანებს, რადგან ზეგავლენას ახდენენ სხვა თავიანთ მსგავს ადამიანებზე და დომინირებენ ქვეყანაზე, იმიტომ რომ ისინი უფრო მეტნი არიან და პოულობენ მომხრეებს. არიან სხვებიც, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ არ უარყოფენ ჭეშმარიტებას, არიან გზააბნეულნი და სულიერად დაავადებულნი. ცოდვა ადამიანს სულიერად ძალიან რევს. ამ არეულობას ვერაფრით მოიშორებ, მხოლოდ ქრისტეს ნათლის მეშვეობით არის შესაძლებელი მისგან თავის დაღწევა. პირველ ნაბიჯს ქრისტე დგამს. მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი. შემდეგ ჩვენ, ადამიანები, ჩვენი კეთილი არჩევანით, ვიწყნარებთ ამ ნათელს, რომელსაც გამოვხატავთ ჩვენი მისდამი სიყვარულით, ლოცვით, ეკლესიური ცხოვრებით, საიდუმლოებებში მონაწილეობით. ხშირად არც ღვაწლი, არც მეტანიები, არც პირჯვრის წერა არ იზიდავს მადლს. არსებობს საიდუმლოებები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამას ფორმალურად კი არ უნდა ვაკეთებდეთ, არამედ მთელი არსებით, რასაც ვაკეთებთ და ეს სიყვარულით გავაკეთოთ. სიყვარული ყოველთვის მზად არის თავი გაწიროს. როდესაც რაიმეს ნაძალადევადო აკეთებ, სული ამას არღებულობს, ეწინააღმდეგება. სიყვარული კი ღვთის მადლს იზიდავს. როდესაც მადლი მოვა, თან მოჰყვება სულიწმინდის ნიჭები, ხოლო ნაყოფი სულისა იარს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა, მოთმინება. ეს არის, რაც უნდა ჰქონდეს ქრისტეს მიერ ჯანსაღ სულს. ადამიანი ქრისტესთან ერთად ხდება მადლმოსილი და ბოროტება მასზე ზეგავლენას ვერ ახდენს. მისთვის არ არსებობს ბოროტება, არსებობს მხოლოდ სიკეთე, ღმერთი. შეუძლებელია მისთვის ბოროტება არსებობდეს. ანუ ვინაიდან აქვს ნათელი, არ შეიძლება ჰქონდეს ბნელი. შეუძლებელია იგი ბნელმა მოიცვას, იმიტომ რომ აქვს ნათელი.